მუხროვანში საპარაშუტო მომზადების სკოლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. სასწავლო პროგრამა სამხედრო დაზვერვის პირადმა შემადგენლობამ და თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერებმა გაიარეს. საპარაშუტო მომზადების 6 კვირიანი კურსი სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას მოიცავდა. გამოშვების საზეიმო ცერემონია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით გაიხსნა, რის შემდეგაც თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდალმა თეიმურაზ ყადაიშვილმა პირად შემადგენლობა სიტყვით მიმართა და პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა. ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულები სერტიფიკატებითა და სამხედრო ნიშნებით დაჯილდოვდნენ. ჩვენ გავიარეთ საპარაშუტო კურსი, რომელიც მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ აღნიშნული კურსი გახდათ ძალიან რთული, ემოციებით, ასევე გამოწვევებით აღსავსე. ასევე მინდა აღვნიშნო ჩვენი ინსტრუქტორების ჩართულობა და მათი მაღალი პროფესიონალიზმი, რომელთა დახმარების გარეშე თითქმის შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი კურსის წარმატებით დასრულება. და ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მაღალი მოტივაციით და დიდი შემართებით ვაგრძელებთ თავდაცვის ძალებს მსახურს. დასრულდა საპარაშუტო მომზადების კურსი, რომელიც მიმდინარეობდა 6 კვირის განმავლობაში. კურსი გაიარა სპეციალური ოპერაციების სარდლობის რეინჯერებმა და სამხედრო დაზვერვის პირადმა შემადგენლობამ. დღეს მათ გადაეცათ სერტიფიკატები და განმასხვავებელი სამკერდე ნიშნები.